რომ 5 ივნისს ყოველწლიურად გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება და გვახსენებს ბუნების, ეკოსისტემებისა და ჩვენი პლანეტის დაცვის მნიშვნელობას. 2026 წლის მთავარი თემა კლიმატის ცვლილებაა, ხოლო კამპანიის გზავნილი ბუნება ინსპირატორი კლიმატისთვის, ჩვენი მომავლისთვის. სოფო ბერიშვილი გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების სამსახურის უფროსი შემოგვიერთდა, რომელიც გვესაუბრება სწორედ ამ თემებზე, კლიმატის გამოწვევებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რას ნიშნავს ეს გარემოს დაცვის დღე და რატო არის მისი აღნიშვნა ასეთი მნიშვნელოვანი, რომ გითხრათ. მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება 5 ივნისს. ეს დღე დაარსდა გაეროს მიერ ერთ-ერთ პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე 1972 წელს და სრულად მიძღვნილი იყო გარემოს დაცვით საკითხებისადმი. ამ დღის დაარსების მთავარი მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვით პრობლემებზე, ასევე სახელმწიფოების, ორგანიზაციებისა და მოქალაქეების ჩართვა გარემოს დაცვით საქმიანობაში და სხვა უამრავი საკითხი, რომელიც დაკავშირებული არის გარემოს დაცვასთან. ზოგადად, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეკოლოგიურ თარიღად და მისი აღნიშვნაც თავისთავად უმნიშვნელოვანესია მთელ მსოფლიოში. და ეგ არის საინტერესო, რომ ესეთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი რო არის, პარასკევი უწევს, როგორც გადავხედე კალენდარში, ხო, 5-ში, რა ღონისძიებებს გეგმავთ, ისეც, რომელიც იქნება აი მაქსიმალურად ზუსტად იგივე მიზნებზე მიმართული, ხო, ცნობიერების ამაღლება, ინფორმაციის გაცვლა საზოგადოებასთან და ამ საინტერესო გზავნილის გაჟღერება. კი ბატონო, მოგახსენებთ აუცილებლად, ზოგადად 5 ივნისი საკმაოდ დატვირთული არის გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისათვის. დღეს გავხსნით, დავიწყებთ ქვეყნისათვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის გახსნითი ღონისძიებით. ეს არის კლიმატის ადაპტაციის ეროვნული გეგმის პროექტი, რომელიც ზოგადად საზოგადოებისათვის, ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი არის ნაპის სახელით. ამ პროექტის განმახორციელებელი გახლავთ ჩვენი ცენტრი, ხოლო დონორი კი არის კლიმატის მწვანე ფონდი და გაეროს გარემოს დაცვითი პროგრამა შემუშავდება და შეიქმნება კლიმატის ადაპტაციის 10-წლიანი ხედვა და 5-წლიანი სამოქმედო გეგმა. ჩართულნი იქნებიან არა მხოლოდ ადგილობრივი ექსპერტები, არამედ საერთაშორისო ექსპერტებიც, ასევე 6 ძირითადი სექტორი. ეს არის სოფლის მეურნეობა, სატყეო, ენერგეტიკა, ტურიზმი, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურა. თითოეული უწყება ძალიან აქტიურად იქნება ჩართული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება ჩვენს რეგიონში. დღეს კი დავასრულებთ დასკვნითი ღონისძიებით, რომელიც გახლავთ კონკურსის დაჯილდოება, ეს არის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი. კონკურსი განათლება მწვანე მომავლისთვის გახლავთ გარემოს დაცვითი განათლების სფეროში უკვე ტრადიციად ქცეული კონკურსის მწვანე ჯილდოს გაგრძელება. ეს კონკურსი ემსახურება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგებისა და პრაქტიკოსების, ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პრაქტიკოსებისა და სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების ახალისებას. კონკურსი დაარსდა 2018 წელს, თავდაპირველად განკუთვნილი იყო მხოლოდ პრაქტიკოსებისათვის, შემდეგ მათ დაემატა მასწავლებლები. 8 წლის ისტორია აქვს უკვე. კი ბატონო, სიამაყით აღნიშნავთ ყოველთვის, რომ დღევანდელი მდგომარეობით გვყავს 70 გამარჯვებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან და 30 გამარჯვებული სკოლებიდან. წელსაც ჩატარდა ეს კონკურსი, უკვე შეირჩა 10 საუკეთესო პრაქტიკოსი და საუკეთესო მასწავლებელი და მათგან უკვე გამარჯვებულები გამოვლინდებიან 5 ივნისს ღონისძიებაზე. აი, ეხლა ეს მნიშვნელოვანი არის, ზუსტად ვისაუბრეთ, აბა რა როლი აქვს ეხლა იმ ცნობიერების ამაღლებას, ანუ თქვენი ცენტრი ამას აკეთებს და აი რამხელა მნიშვნელობის ამბავი არის ესეც რო გითხრათ. აუცილებლად მოგახსენებთ. გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გახლავთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაარსდა 2013 წელს და რომლის უმთავრესი მიზანიც გახლავთ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, როგორც აგრარული, ისე გარემოს დაცვითი მიმართულებით. ცენტრი, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების კუთხით ფარავს მთელ საქართველოს და ჩვენი სამიზნე ჯგუფები არიან საგანმანათლებლო დაწესებულებები, იქნება ეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, სკოლები, უნივერსიტეტები თუ პროფესიული კოლეჯები, ასევე პროექტების ფარგლებში, რომლის განმახორციელებელიც გახლავთ ცენტრის საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორობით, სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ზოგადად მთელი საქართველოს, მთელი ქვეყნის მოსახლეობა. ცენტრი თავისი სამიზნე ჯგუფებისათვის გეგმავს და
ატარებს სხვადასხვა ტიპის სამუშაო შეხვედრებს, ლექცია სემინარებს, ვებინარებს, ასევე ტრენინგებს, ფანაკებს, როგორიც არის სატყეო სკოლა, აგროსკოლა, ასევე მწვანე ბანაკი, კლიმატის ელჩები და სხვა უამრავი აქტივობა. და ამ პანაკებში უფრო უშუალოდ ხდება ხო ბავშვებისთვის გაცნობაც ინფორმაციის და მათი ჩართულობა, რომ რაღაცნაირად უფრო მეტად ამაღლდეს მათი ცნობიერება და აი იმ თემაზე თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვებთან ამ ყველაფერზე საუბარი, მე ჩემი გამოცდილებით რა რეპორტაჟებით თქვათ გამიკეთები ამ თემაზე, თქვათ ერთი ბავშვი რომ კონკურსში მონაწილეობს ან დავალებას აკეთებს, ის ხო სახში აკეთებს ამ ყველაფერს, ანუ ოჯახის წევრებმა იციან. შემდეგ მოაქვს სკოლაში ეს ყველაფერი აუდიტორია მიცის და რაღაცნაირად თითო ადამიანი ნიშნავს თითო ჯგუფს მის ირგვლივ. და ვრცელდება მთელ საზოგადოებაზე. ანუ ეს სისტემა მუშაობს. კი ბატონო, რა თქმა უნდა. ზოგადად როგორც უკვე მოგახსენეთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე ჯგუფი ჩვენი ცენტრის გახლავთ ბავშვები და ახალგაზრდები და მათთვის ხორციელდება უამრავი საგანმანათლებლო პროგრამა ცენტრის მასშტაბით. ბავშვებთან და ახალგაზრდებთან გარემოს დაცვით საკითხებზე მუშაობა არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან და რადგანაც მათში ეს აყალიბებს პირველ რიგში პასუხისმგებლობის გრძნობას, ისინი პატარა ასაკიდანვე სწავლობენ, როგორ იზრუნონ ბუნებასა და გარემოზე, ასევე აყალიბებს მდგრად ჩვევებს, მაგალითად როგორც არის ნარჩენების სწორად მართვა, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ასევე ამაღლებს ცნობიერებას და ახალგაზრდები უკეთესად აცნობიერებენ გარემოს დაცვით გამოწვევებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ უზრუნველყოფს უკეთეს მომავალს, ვინაიდან დღევანდელი ბავშვები და ახალგაზრდები მომავალში არიან გადაწყვეტილებების მიმღებები და მათ ცოდნასა და დამოკიდებულებებზე დამოკიდებულია გარემოს მდგომარეობა მომავალში. აი ერთი რაღაცნაირად რჩევაც რომ მივცეთ ყველა ადამიანს არა მხოლოდ ახალგაზრდებს იქ ცნობიერებას აუმაღლებთ და ვინც უკვე ზრდასრულები არიან, როგორ შეუძლიათ იზრუნონ გარემოზე. რაღაცა რჩევა მივცეთ. ერთი კაცის მაგალითი, ერთი ბატონო. მე აუცილებლად სანამ აი ამ რჩევას გეტყვით, აუცილებლად უნდა ვთქვა ასევე 5 ივნისს ერთ-ერთ ჩვენს ღონისძიებაზე, რომელიც ასევე ჩატარდება უშუალოდ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში. ეს შეხვედრა, ეს ღონისძიება გაიმართება 5 ივნისს პირველი საათიდან დედაენის ბაღში, ეს იქნება მასშტაბური გარემოს დაცვითი ღონისძიება, რომელიც განკუთვნილი იქნება ნებისმიერი ასაკის ვიზიტორისათვის. ჩართულნი იქნებიან სისტემაში, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებები, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ეროვნული სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და სხვა უწყებები. თითოეულ უწყებას ექნება თავისი სივრცე, თემატური სივრცე, სადაც სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ სხვადასხვა გარემოს დაცვით მიმართულებებს. იქნება წარმოდგენილი მრავალნაირი შემეცნებითი აქტივობები, რომელიც საინტერესო იქნება ბავშვებისათვის. დასწრული რომ ერთმა ადამიანმა რა გააკეთოს თავის პასუხისმგებლობის ფარგლებში. კი ბატონო, აუცილებლად იქნება გაეცნობიან სხვადასხვა გარემოს დაცვით საკითხებს და აუცილებლად უნდა ვთქვა და ისევ გამეორდე, რომ ამ ღონისძიების ისევე როგორც სხვა დანარჩენი ღონისძიებების, რომლებიც 5 ივნისს ექნება ჩვენს ცენტრს, მიზანი უმთავრესი არის საზოგადოებაში გარემოს დაცვითი მიმართულებით ცნობიერების დონის ამაღლება. რაც შეეხება უშუალოდ როლს და მოწოდებას, რაც შეიძლება რომ გავაკეთოთ და მოუწოდოთ საზოგადოებას, უნდა ითქვას, რომ თითოეული მოქალაქის და ზოგადად საზოგადოების როლი არის უმნიშვნელოვანესი გარემოს დაცვით საკითხებთან მიმართებით. შეიძლება იყოს როგორც პირადი, ისე საზოგადოებრივი. როგორც პირადი მიმართულებით მოქალაქეებს შეუძლიათ გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, მაგალითად შეამცირონ წყლისა და ელექტროენერგიის მოხმარება, გადაადგილდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გადაამუშავონ ნარჩენები. ასევე საზოგადოებრივი ძირს არ დაყარონ არაფერი. ასევე საზოგადოებრივი ბატონო, საზოგადოებრივი როლი ის, რომ მაგალითად მხარი დაუჭირონ მწვანე ინიციატივებს, ჩაერთონ სხვადასხვა გარემოს დაცვით აქტივობებსა და კამპანიებში და მნიშვნელოვანია ყველამ გაითავისოს და ყველამ მიხვდეს, რომ თითოეულ მოქალაქეს, თითოეული ადამიანი შესაძლებელია გახდეს კარგი მაგალითი და მოტივაცია სხვისთვის თავისი ქმედებით. დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ და 5 ივნისისთვის მზადება აქტიურ ფაზაში არის, როგორც და მხოლოდ ერთი დღე არ იყოს და მუდმივად იყოს ზრუნვა ყოველთვის გარემოზე. ამას ვისურვებით ყველანი დარწმუნებული. მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებები.